მინდა გადაცემა და პირველი კითხვა თქვენ დაგისვათ. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ ეს საქმე სამართლებრივად გამართლებული არის? არის ესეთი კატეგორია მოქალაქეების და იქნება თქვენი პასუხი ამ ადამიანების მიმართ? სიამაღლებელი უკანონო პატიმარი რომ არის, სინდისის პატიმარი რომ არის, დასტურდება იმ პოლიციელების ჩვენებებით, რომლებიც ამ საქმის შეკერვაში მონაწილეობდნენ თავიდან ბოლომდე. აბსოლუტურ სიყალბეზე არის დაფუძნებული მზიამაღლობელის საქმე და თვითონაც უჭირთ საკუთარი თავის ხილვა იმ პროცესში, რაშიც შევიდნენ თვითონ, მაგრამ უკან დასახევი გზა უბრალოდ არ აქვთ. სისტემა არავის არ მისცემ უკან დახევის გზას, როდესაც შენ ამ სისტემის უკანონობის თანამონაწილე ხდები. ამ რეჟიმში არიან ახლა პოლიციელები და მე ვეტყვი ადამიანებს, რომელსაც ჯერათ, რომ მზიამაღლობელი სილის გაწვნისთვის უნდა იხდიდეს სასჯელს 4-დან 7 წლამდე, რომ აუცილებლად ბევრს შეიძლება არ მოუწევს, მაგრამ ბევრს მოუწევს ანალოგიურად უსამართლოდ უკანონოდ დაისაჯოს, იმიტომ რომ ეს სისტემა ისეთია, რომელიც ბევრ მსხვერპლს მოითხოვს, სხვაგვარად არ შეუძლია და საბოლოო ჯამში ყველა ვიქნებით მსხვერპლი. ჩვენ თუ ამათ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ასე გააგრძელონ ადამიანების უკანონოდ დატყვევება, ადამიანების დაჩაგვრა, ადამიანების დატუსაღება არაფრის გამო და ამის გამართლება. რა ვიცი, ჩვენ საზოგადოებაში, სადაც თითქოს ქალი არის რაღაცა პრიორიტეტი ენიჭება, თითქოს ქალი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ხო, დედა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მზიამაღლობელი დაატყვევეს იმის გამო, რომ პოლიციელს, რომელმაც დაამცირა, შეურაცხყო და სხვა გზა არ დაუტოვა, გააწნა სილა. როგორ შეიძლება სილის გაწვნა განიხილებოდეს ადეკვატურ სასჯელად 4-დან 7 წლამდე ემუქრება მზიას პატიმრობა, ხო? და ერთს ვიტყვი კიდე და დავასრულებ ამ სილის გაწვნის ნაწილში. ჩვენი კვლევებით, არსებობს კვლევები, რითაც დასტურდება, რომ ძალიან ბევრი ბავშვი საქართველოში განიცდის მშობლებისგან ანუ არის ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. აი ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს მშობლები დასაკავებლებიც იყვნენ რეალურად, მაგრამ ძალიან ბევრი მშობელია ისეთი, რომელმაც ცილა გააწნა თავის შვილს. წარმოიდგინეთ, ანუ ყველა უნდა გაუშვათ ციხეში, ხო, 7 წლის პატიმრობით. ეს ხომ აბსურდია და მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ გონს მოეგოს, რადგან მზია ატარებს ამ ტვირთს, რასაც ქვია ქართული ჟურნალისტიკის თავდასხმის პირობებში მყოფი ქართული ჟურნალისტიკის რაღაცა დარტყმების მიმღები ადამიანი, ის გაუძლებს ამ დარტყმებს, მაგრამ რამდენად გაუძლებს ამას ქართული ოცნება, რომელიც ცდილობს, რომ ქართული ჟურნალისტიკა გაანადგუროს, გეგმით მუშაობს, გეგმა აქვს, რომ უნდა გაანადგუროს. ამას ვნახავთ, დრო გვიჩვენებს ძალიან უახლოს მომავალში შეიძლება გამოჩნდეს ეს, რას შეძლებენ ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა გაანადგურონ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, ქართული ჟურნალისტიკა, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა დაადუმონ და რას შეძლებს საზოგადოება ამ ქვეყნის. მე მინდა გკითხოთ, როგორ მუშაობს ბათუმელებიდან ეტგაზეთი ახლა 112 დღე გავიდა, ბევრი გისაუბრია და ამ 112 დღის განმავლობაში მზიას დაკავებაზე, ამ უკანონობაზე, თუმცა მაინტერესებს როგორ იმოქმედა თვითონ რედაქციაზე მისმა დაპატიმრება. 12 მაისს გახდება, სხვათა შორის მზიას დაბადების დღეა 12 მაისს, 12 მაისს გახდება 4 თვე მზიას პატიმრობიდან. ჩვენთვის იყო ეს ყველაზე რთული პერიოდი, ჩემთვის პირადად იყო ყველაზე რთული პერიოდი, იცით, რა ვიცი, ძალიან ხშირად მეკითხებიან, რომ იქ ასლან აბაშიძის პერიოდი, იქ სააკაშვილის მმართველობის პირობები და ასე შემდეგ. ასეთი სასტიკი, ასეთი მკვლელი, ჟურნალისტიკის მკვლელი რეჟიმი არასოდეს არ ყოლია საქართველოს. ჩემი გადასახედიდან ამას ვამბობ. ეს რეჟიმი მონდომებული არის, არა ვთქვათ, გააჩუმოს ისაქნას, რასაც წინა ჯერებზეც მრავალჯერ ვნახეთ ჩვენ, ხო, მრავალი გამოცდილება გაქვს. ჩვენ მქონია 1000 ფიზიკური თავდასხმა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ყველაფერი გამოგვივლია. ლამის საუკუნეს მივაღწიე ჟურნალისტიკაში და აი ესეთი მკვლელი, ჟურნალისტიკის მკვლელი რეჟიმი რეჟიმის პირობებში ჩვენ არ გვიმუშავია. ჩვენთვის იყო ეს ძალიან დიდი დარტყმა, მაგრამ ჩვენ დავდექით ფეხზე და ვაგრძელებთ ჟურნალისტიკის კეთებას. ვაგრძელებთ ისეთი ჟურნალისტიკის კეთებას, რომელიც ცოტა წარმოუდგენელიც კი ჩვენგან.
მიუკერძოებლება, ვცდილობთ რომ ისევ ვიყოთ მიუკერძოებლები, რამდენად გამოგდეს ეს არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ ნიშას, ეს ნიშა იყო ჩვენი, ჩვენ ძლიერი მხარე ეს იყო, რომ ჩვენ ვიყავით ჟურნალისტები, რომლებიც არ ვიყავით მიკერძოებული არავის მიმართ. ჩვენ ამის გამო დაგვსაჯეს, გაგვთელეს, დაგვამცირეს, ჩვენი დამფუძნებელი დაატყვევეს და ჩვენ ახლაც ამ ნიშით ვცდილობთ რომ ვიფუნქციონიროთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე. არ დავიღლებ იმის თქმით, რომ ჩვენ მართლები ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ. თავისუფლება მძია მაღლობელს, მედია თავისუფლებისთვის ასე ქვია ჩვენს დღევანდელ ეთერს, რომელსაც მაყურებელი თვალყურს ადევნებს, როგორც ტელეკომპანია პირველის, ასევე ფორმულასა და კავკასიის ეთერში, ეს ეთერი გადაიცემა ასევე ონლაინ მედია პლატფორმებზეც.